ჩემო ძმებო, ჩემო მეგობრებო, ეს ისტორიული დღეა. ალბათ მთლიან მთელ საქართველოს ჩვენ ამოვედით ისეთ პიროვნების საფლავთან, რომელმაც დაწერა სიტყვები მამული ენა სარწმუნოება, სამი ღვთაობრივის სიტყვა საუნჯეთ მოიცა მთელ საქართველოს. ამ მოძრაობის შექმნას დიდი დრო დაჭირდა. 93 წელში ჩვენებულმა ბატონმა გურამ შარაძემ მე და ერთი ჩვენი მეგობარი ბატონი ზაურ სეცვადი აქ არის. აგერ არის. აქ იყო. აქ არის ზაური. შევიკრიბეთ და დავასახელეთ ასეთი სახელწოდებით პოლიტიკური გაერთიანება მამული ენა სარწმუნოება. რაც ყველაზე წყინვალია ჩვენი ქართველი ერისთვის. ბევრი ისტორია ხოდა ამ საოცარ მოძრაობას. მოგეხსენებათ ბატონ გურამის რა დამართეს, რა შეეწირა ეროვნულ საქმეს და მაგრამ არ მოკვდარა ეს სიტყვები და ის ხალხი, ვის ჩვენ დაფუძნებელები ვიყავით, ვაგრძელებთ ამ საოცარ საუნჯის სავსიტყვას, მამულს ენაზე სარწმუნოებას. თქვენ მოგეხსენებათ საქართველოს დღეს რა მდგომარეობაშია. უამრავი პოლიტიკური სცენების მომსწრენი ვართ ჩვენ. 33 წელიწადია ქართველი ერი ელოდება სიმშვიდეს, გახარებას, გამრავლებას, აშენებას, აყვავებას და რას ვხედავთ? ყველაფერი საპირისპიროდ მიდის. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება გამრავლდება უამრავად, მთელი ქართველი ერისას ქართული სული აქვს გულში, ყველა ჩვენთან მოვა. დაიწყო დღეს მოძრაობამ მოქმედებაში მოსვლა და გავიარეთ რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დავრეგისტრირდით და ღმერთმა მოგვანიჭა ის შეწევნით პირველი ნომერი საარჩევნო ბიულეტენში. ეს არის უზარმაზარი უფლის დამსახურება. ახლა რაც მთავარია, უამრავი საზოგადოების წარმომადგენლები ჩვენი უამრავი ზარები შემოდის და ვკითხულობენ სადა ვართ, რას ვაკეთებ და სად მოღვაწეობთ, სადა გვაქვს ოფისი. ნელ-ნელა ჩვენ ვაცნობთ ჩვენს ადგილმდებარეობას და დღითი დღე ნაკადი უერთდება ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის იმედის დღეს საქართველოს აქვს და მთელ ქართველ ერს. 14 სუბიექტიდან პირველ სიაში წერია მამული ენა სარწმუნოება. ვერ მოგეხსენებათ თუ ერთს მაინც მამულს ენას ან სარწმუნოებას რამე საფრთხე დაემუქრებაო, მთელი ქართველი ერი ფეხს უნდა დავდგეთ და გავერთიანდეთ. შეხედეთ ხალხო, სამივეს დაემართა რაღაც უბედურება, საედან გვიტევენ, რა ქვიათ მათ deep state-ით უბედურება თუ ვინ არიან ჩვენი და რა მდგომარეობაშია ჩვენი მამული, ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება. ამიტომ მთელი ერი უნდა დავირაზმოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ყველა პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, თუ კი ვინმე არსებობს, უნდა გადავდონ ყველა თავისი პირადული ამბიციები და მთელი საქართველო ერთი მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, თუ კიდე ჩვენ საქართველოს უშველოთ. ჩვენ არ ვართ იმ დაპირისპირების მომხრე, არც არავის ვლაცავთ, არც არავის ვეხებით ხალხო. ყველა მოეგოს ქართველი ერი და ერთად გავერთიანდეთ, თუ უნდათ რომ ჩვენი მომავალი თაობა და განვითარება უმაღლეს წერტილს მიაღწიოს ქართველი ერის და საქართველოს. ყველას ჩვენ ძმებს და მეგობრებს, ყველა არაქართველებს, ვინც ჩვენთან ცხოვრობენ, ვინც აქ დაიბადა, ეს სამშობლო მათის არის და ყველას ვთხოვ რომ ჩვენთან ერთად მოვიდონ და როგორც ჩვენ ვიცავთ ჩვენ საქართველოს მიწასყრად და ჩვენს ერს ასე დაგვიდგონ გვერდზე და ერთად ვიხაროთ და ვიცხოვროთ მომავალში ჩვენ ეთნიკურ მეგობრებთან და მეზობლებთან შემოძლებო. ეს არ ყოფილა ხალხის, მაგრამ მე მჯერა რომ ისინი დაიძრებიან ჩვენს გვერდით. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ დღეს ყველა პოლიტიკური ძალა, ქართველი ერი აქ არ არის, პირველობა ჩვენ ვართ თუ ვინ არის. დღეს საქართველოს ჭირდება ერთიანობა. გახსოვთ ოჯახის სიწმინდის დღეს როგორ გაერთიანებული იყო ქართველი ერი. თუ ჩვენ ეგრე გავერთიანდით, შემო ძვირფასო ძმებო,
ყველა საკითხს გადავწყვიტავთ, რაც საქართველოში საჭიროებო საკითხია, რაც ეხება ჩვენს ერს და ჩვენს ქვეყანას. საქართველოს მთელი მსოფლიო გვეუბნება თქვენ კარგად იცით, მაგრამ ვერაფერს ვერ გვიზავენ. წყალობა მოხსა უფალმა. შეხედეთ ხალხო, ვითხრა და ვიბოძა. მიდითო, გაიხარეთ, აყავდით, აშენდითო, გამრავდითო ეს მიწაწყალი თქვენიაო. წმინდა მარიამ ღვთისმშობლის დაკურთხი მიწაწყალი. რას ავგავართ დღეს საქართველო? უპატრონოდ მიტოვებულ საყდარს და რა მდგომარეობაშია ჩვენი ქართველი ერი? გაჭირებისგან ზოგი სადმიდის, ზოგი რასაკეთებს, უჭირთ რა ვერ დავძრახავთ ამას. მაგრამ ჩვენ მოვდივართ ის საყდენი ზალა, რომელიც მივხედავთ ამ სიტუაციას ყველაფერს. და ჩვენ ვიქნებით ის ზალა და ის ვართ დღეს, რომ ქართველი ერის გამაერთიანებელი ზალა და მე მინდა მივესალმო დღეს უყველას ჩვენ ქართველ ერს. ჩვენ გვაქვს ერთი გზა. ეს გზა არის ქრისტეს ძმა, ჩემოძმებო და ჩვენ გავიხარებ და გადავრჩებით. მერთმა დამლოცო. ჩვენ გვერდით არის ჩვენი წინამძღვარი, არ მივეცით არანაირი საშუალება, მაგრამ ბიბლიაში წერია, სანამ ღვთისგან ნაკურთხი კაცი არ დადგება ხალხის გვერდზე, არაფერი არ ეშველება ჩვენ ქვეყანას. და ეს დღეს გამოჩნდა. ღვთის ნაკურთხი კაცი ჩვენი მეძღვარია. ეს მწყინვალე ხალხი, რომელიც თქვენ ახართ, ეს ძვირფასი ადამიანები, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი და ჩვენ ერთად უნდა გავიხაროთ ხალხო. ჩვენ ვერავინ დაგვიდგება წინ ყველა მიცოდეს. ჩვენ უშიშრად მოვდივართ. ჩვენ ალესილი ხვლით მოსული მტრისარშეფშილებია. ეს არის სამჭედლო წმინდანების საქართველო. ვინ მოგვერევა ხალხო? თქვენ დაინახეთ ღმერთი ჩვენ ტრებს მოსპობს და გაასარგალებს. არავის არ გაახარებს ამ მიწაწყალზე. ეს საქართველო ჩვენია ქართველების. მოდი მოვეფეროთ და მოუთხილეთ. მე მინდა ეს ბევრი გადაწყვეტილებისა და ფიქრის შემდეგ გადავხედეთ, რომ თბილისში არჩევნების მარათონია, ყველა წამოვიდა და რაღაცებს წვალობენ, რომ ვინ წარადგინონ იქ მერობის კანდიდატად, საკრებულოს დეპუტატების კანდიდატად. ჩვენ ხალხო, თელ საქართველოს მასშტაბით აკმავს მამულიანად სარწმუნოებას წარდგენით, რომ თუ ქართველი კაცი ამას გულზე მამულიანად სარწმუნება უნდა ეხატოს. თუ არა სხვას რა უნდა საქართველოში? არა უნდა ქართულ მიწაზე ან ქართველი ერის გვერდზე, ვისაც მამულიანად სარწმუნება არ ექნება გულზე დახატული. ვიფიქრეთ და ბევრი ვიფიქრეთ და მივაგენით ერთ ახალგაზრდა კაცს, რომელი პიროვნებას რომ გადავხედეთ, სუფთა სულისა და სუფთა წარმომავლობის ადამიანია. ნამდვილი ქართველი კაცი, ნამდვილი ეროვნული სულით გატენილი და ჯარო შეხედამ კაცსა გავს ხალხო. აბარა, მერი სახია ქვეყნისა, ჩვენი ერისა, ჩვენი დობა რომ გამოუცხადოთ ჩვენ, ხო უნდა ვიცოდეთ, ვის დაუდგეთ გვერდზე, ვის მოვეფეროთ, ვინ იქნება ჩვენი ძვირფასი წარმომადგენელი ქალაქ თბილისში. არიან იქ ახლა კანდიდატურები თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენი ქალაქის მერი ყოფილი და ალბათ მომავალში ციფროლებს რომ უნდა მერობა. არის იქ კონსერვატორებიდან მახარაძე, იაკო სიმიდა რა ქვია, გირჩიდან იაკო ხვიჩია, ნუ ბევრი სხვა. აი ახლა როგორც ხომ იცით რომ ასპარეზზე მე ახლა ყოფილი მოჭიდავე ვარ, რომ გადიხარი ხომ უნდა შეხედო კაცო ვის დაეჭირდება ამის დაჭირდება და აი გამოვიყარ ერთი მოჭიდავე კაცი და შეხედეთ შემოწმებო. მე მგონია ეს კაცი ყველას პარკში იპონზე დააღნებს. და მინდა უსურვი ამას. ეს არის მამულიანად სარწმუნოების უზარმაზარი წარმომადგენელი, ჩვენი მხარდაჭერი ბატონი თემური. პოლიტიკაში დავიწყოს გადადგა და წარმატებას გისურვებ ჩემო ბატონო თემური. მეგობრებო, მივესალმოთ ბატონ თემურის და მინდა რომ გადავწერ ორიოთი მოესალმოთ ეს საზოგადოება. ექვსი გამარჯვებათ ყოველ თქვენგანს, ბრძანებისთვის დავსწრე საზოგადოებას. მოკლედ, ეს ნაბიჯი არც თუ ისე ადვილი არის, მაგრამ ზუსტად მჯერა იმისი, რომ ღმერთია ჩვენთან და წმინდა გიორგის მხედრობით ყოველი ჩვენი გადადგმული წინ ნაბიჯი მოგვიტანს რეალურ თავისუფლებას და დადგება დრო და ჟამი, როდესაც საქართველო გაბრწყინდება. 29 წლის ასაკში ფიქრობ, მაგ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება სამართალმცოდნეობის მიმართულებით და ასევე
არა მხოლოდ სოდგან ამეთ გამოცდილებად, იმიტომ რომ იმუშავე 160 სხვადასხვა სამსახურში. ზუსტად ვიცი რა სჭირდება მშრომელ ადამიანებს. ეს არის პირველ რიგში ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული სამუშაო პირობები და ამ ქვეყნის განვითარებას სჭირდება სახელმწიფოებრივი ქმედებები და არა ოცნება. იმიტომ რომ არ საჭირო ყოველმა ჩვენთაგან მოვიცით, რომ პური მხოლოდ ლოცვით არ მოიპოვება, შრომა უნდა. მტერი არ დამარცხდება მხოლოდ წყევლით, ბრძოლა უნდა და ქვეყნის აშენებას ჭკუა სჭირდება და არა რაღაც ზღაპრები. ამიტომაც მსურს პირდაპირ მოგმართოთ. ეს არ არის ადვილი ბრძოლა და ადვილი ბრძოლაში ვერ დაგპატიჟებთ. პირდაპირ გეტყვით, თელ სურს და გულს დავდებ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს იმ სამწუხარო რეალობიდან, რაშიც ვცხოვრობთ. წლებია ვიბრძვი, ყველგან სადაც ვნახულობთ, იცით, ყოველმა თქვენთაგან ვიყავი სამართლიანი. ყველგან ვიყავი კონკრეტულ საკითხში, სადაც ჩემი ქვეყნის და ჩემი თანამემამულეების ბედი წყდებოდა. გამოსახლებები იქნებოდა რელიგიის და სამხედრო აკუთვნების შეტანა სკოლაში, შობადობის წახალისება, საათობრივი ანაზღაურება, მიწების არგაკიდვა თუ ასე და ასე შემდეგ. ამიტომაც მე მსურს ეს ნაბიჯი გადავდგა აერასკამისთვის ბრძოლაში, არამედ პირდაპირ გეტყვით, მე მსურს ეს უბრალოდ მეტი რეალური ბერკეტი მქონდეს ჩემი ქვეყნის რეალური კეთილდღეობისთვის და სადაც არ უნდა ვიყო, მე შეიძლება თბილისის მერი მერქვას, მაგრამ ვიქნები ყველგან სადაც ჩემი ქვეყანა და ჩემი ერს დაუჭირდება. ამიტომაც ეხლა წარმოგიდგენთ პროგრამას. მთელი ჩემი წლებია ვიბრძვი რა თქმა უნდა სუფთა ეროვნულად, მაგრამ მეძლევა შესაძლებლობა რომ უკვე ვაკეთო ის, რაც მთელი გული და სულით მინდა. ამიტომაც აგერ ჩამოწერილი მაქვს ჩემთვის ყველაზე საოცრებო მიზნები, რაც მინდა რომ თქვენთან ერთად ავასრულო ღმერთის წყალობით. გაშასე, ფიცავ როგორც კი გავხდები ქალაქ თბილისის მერი, პირველ რიგში მოხდება შობადობის წახალისება. არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მატერიალურადაც. მთელი ერთი წლის განმავლობაში, როგორც კვებითი, ასევე სამედიცინო და რაც თავარი არის. ჩვენ არა მარტო უნდა წავახალისოთ შობადობა, არამედ დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც შვილი უნდა ყავდეს და მათზე მკურნალობა უნდა იყოს 100%-იანი. ამიტომაც დამიჭირეთ მხარი მამული ენას არწმუნოებას და არჩევნებზე გააფერადეთ პირველი ნომერი. ვიცავ, როგორც კი გავხდები ქალაქ თბილისის მერი, მე დიდ პატივს ვცემ ჩემს მოწმოსლილ საზოგადოებას 810,000 პენსიონერს. ამიტომაც პირდაპირ ვაცხადებ თქვენთვის, მე ვერ შეგვიდებით პენსიების ზრდას, მაგრამ მე შემიძლია გავაკეთო თბილისის მერიის დაქვემდებარებაში აფთიაქი, სადაც მოგებაზე არანაირად არ იმუშავებს აფთიაქი და ყოველ თქვენგან შეგეძლებათ შეეძლოთ ეს კონკრეტული წამალი იმ ფაში რა ფასადაც მივიღებთ ყოველი ჩვენთაგანი ამას. ამავდროულად ეს წამლები უფასო იქნება ვეტერანებისათვის და ყველა ჯგუფის ინვალიდისათვის. მომისვეთენებს. ვიცავ, როგორც კი გავხდები ქალაქ თბილისის მერი, 672,000 ადამიანი ყავს, რომელზეც არის რა თქმა უნდა სოციალურ დაუცველი. სოციალურ დაუცველი ადამიანებს არა მარტო უნდა გაუგზავნოთ ფინანსური დახმარება და კვებითი რაციონი, არამედ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ინიციატივები და მერიის სხვადასხვა სამსახურებში დავასაქმოთ ეს ადამიანები. არ შეიძლება მარტო ადამიანები ესე ყავდეს და მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებოდეთ. ეს ადამიანებს უნდა მივიწოთ ღირსეული სამუშაო პირობები და ანაზღაურება, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს. ასევე რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენ ქვეყნის მომავლისათვის. ძალიან ბევრი ბავშვი შიმშილობს და ეს ყოველმა ჩვენთან განვავიცით. ამიტომაც ვფიცავ, როგორც კი გავხდები ქალაქ თბილისის მერი, ჩემ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ვიხმარ და სკოლაში შევიდან კვებას, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით იქნება ბუნებრივი და იქნება ჩვენი სოფელში წარმოებული. იმიტომ რომ სოფლის ეკონომიკას როგორც კი გავაძლიერებთ, ავაღორძინებთ, ძლიერ ქალაქს და ძლიერ ქვეყანას მივიღებთ. ამიტომაც დამიჭერთ ხარი მამული ენას არწმუნება, გააფრეთ არჩევნებზე პირველი ნომერი.